ხდება ადამიანის ფიზიკური გარდაცვალების შემდეგ. არსებობს თუ არა რამოდენიმე ცხოვრება. რა არის რეინკარნაცია? ესე იგი რეინკარნაცია თემა ძალიან სერიოზულია, მინდა გითხრათ, რეინკარნაცია ძველი სანსკრიტული სიტყვა, რომელიც ნიშნავს კვლავ და კვლავ სულის მოსვლა სამქვეყნად და ისევ წასვლა სამქვეყნიდან. სულს ეძლევა რეინკარნაციების შესაძლებლობა, რათა იგი თანდათან განვითარდეს ამ სამყაროში, გაიაროს ეგრეთ წოდებული კლასების გრადაცია და მივიდეს იმ დონემდე, როცა იგი გასხივოსნებული გახდება. რის შემდგომ უკვე მატრიული სამყარო მისთვის იქნება არასაინტერესო, გავლილი ედგნა ეს ეტაპები და ამ სულს გადაიყვანეს სხვა კოსმიურ განზომილებაში, სხვა სამყაროში, სხვა დონის განვითარებისათვის. თავარი რაც არის ახლა სულების ფენომენი. ჩვენ ვიცით, რომ რელიგიებს, ყველა რელიგიას აქვს თავისი დამოკიდებულება. მე როგორც მართლმადიდებელი ძალიან ფაქიზად ვეკიდები ამ დამოკიდებულებას და ახლა როგორც კვლევარი მეცნიერი იმ ფორმით მოგახსენებ ჩემს შეხედულებას. ესე იგი, ჩვენ უნდა ავიღოთ ერთი ვერსია, რომ სულები არსებობენ და შემდეგ ისინი გარდადიან სხეულში. ანუ ახლა ჩემში ადამიანი რო ვარ მე ფიზიკურად გარკვეულ მომენტში მოხდა ჩემში რომელიღაც სულის გადმოსახვა, ანუ მე ვაგრძელებ რომელიღაცა წინაპრების განმეორებას, ანუ სული უნდა განიწმინდოს. ზოგიერთი ადამიანისათვის რეინკარნაცია უბრალოდ მითია, თუმცა ისტორიაში რეინკარნაციის 22000-ზე მეტი ფაქტია დაფიქსირებული. ფაქტი, რომელსაც სხვა სახელს ვერ დავარქვათ. ეს კი სახუმარო რიცხვი არ არის. ბარბრო კარლენი 1954 წელს შვედეთში დაიბადა. ანა ფრანკის გარდაცვალებიდან 9 წლის შემდეგ. როდესაც ბარბრო 2 წლის იყო, მან მშობლებს განუცხადა, რომ მისი ნამდვილი სახელი ანა იყო. ბარბროს მშობლები შეშფოთებულები იყვნენ, როდესაც ბავშვი დეტალურად იხსენებდა ანა ფრანკის ცხოვრების დეტალებს, მაშინ როდესაც ანა ფრანკის დღიურები ჯერ შვედურად ნათარგმნი არ იყო. ანას მსგავსად ბარბროც წერდა და ეს მას მშვენივრად გამოსდიოდა. დამთხოვები ხელწერასა და თხრობის სტილში მართლაც გასაუგნებელი იყო. როდესაც ბარბრო 10 წლის გახდა, მშობლებმა ის ევროპაში სამოგზაუროდ წაიყვანეს. ცოტა ხნით ამსტერდამში გაჩერდნენ. თავის მშობლებთან ერთად ანა ფრანკის სახლთან მივიდა. ის იხსენებდა ყველა იმ დეტალს, ფარულ ადგილს, სურათებს, რაც სახლში იყო. ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ ბარბროთი ანას ოჯახის დაინტერესდა. გოგონამ იმდენად დიდი ზეგავლენა მოახდინა ანას ოჯახის წევრებზე, რომ მათ დღემდე სჯერათ, რომ ბარბრო ნამდვილად ანა ფრანკის რეინკარნაციაა. ამის მაგალითს ჩვენ შეხვდებით, როდესაც ხედავთ, რომ მაგათად ოჯახში იზრდებოდა თუნდაც ორი ბავშვი. ხედავთ, რომ ერთ ბავშვს აბსოლუტურად აინტერესებს სულიერი საკითხები, ფილოსოფია, რელიგია, დაუშვათ ასტროლოგიაც. მეორე მკვლელია, ქურდია, დაუშვათ მამაძაღლია და ასე შემდგომ, ხო, კითხვა ესმის საიდან. ისინი ხო ერთი საგვარეულოს ოჯახის პრინციპიდან მოდიან, ხო, ზოგადად ესეთი განსხვავება დაინტერესებაში, შესაძლებლობებში, ზუსტად რეინკარნაცია გამოსცემს ამას. კი ისინი ერთ საგვარეულოში მოვიდნენ, ერთ ოჯახში, მაგრამ მათი სულები რეინკარნაციის რიცხვის დამიხრივით ძალიან განსხვავდებიან ერთი მეორისგან. ერთი დაუშვათ ძმა მოვიდა მე-19 კლასში განვითარებისა და ეს უკვე ითხოვს სულიერ პრინციპებში და კოსმიურ კანონებში მეტად ცდომას. მეორე შეიძლება მოსულია პირველ ან მეორე კლასში. ამიტომ ყველა გავდივართ გარკვეულ ეტაპებს, თქვენ თუ დღეს არ გაინტერესებთ დაუშვათ ქურდობა, ან რაღაც სხვა სახის მამოძაღლობა, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ეს არ გაგიკეთებიათ არასოდეს. ეს ყველა ჩვენთაგანმა გაიარა პირველ კლასში. განვითარებისა, მაგრამ თანდათან ეს რადგან გაიარა, ყველაფერმა ამ თქვენ ცხოვრებაში ეს უკვე აღარ გაინტერესებთ. განსხეულების ფორმა, გარდასვლა, ჩემთვის ცოტა მე მგონია, რომ ყველა სხეულს თავისი ინდივიდუალური სული აქვს. ანუ ადამიანის ჩასახვა რო ხდება, მაშინ ხდება მისი
სულისა და ხორცის გაერთიანება და ასეც არის ქრისტიანულ რელიგიაში მართლმადიდებლობაში. ანუ ერთი მთლიანია სულისა და ხორცის და მერე ფიზიკური სხეული, როდესაც ხდება ფიზიკური სხეული, მერე ხდება იმ სულის გასვლა უკვე მაღალ საფეხურებს. ჯეიმს ლაინგერი ბავშვობიდან თვითმფრინავების დიდი სიყვარულით გამოირჩეოდა. ის გამუდმებით სხვადასხვა ტიპის სამხედრო თვითმფრინავებს ხატავდა. მთელი ბავშვობა ჯეიმსი ღრმად იყო დარწმუნებული, რომ მისი თვითმფრინავი მეორე მსოფლიო ომის დროს ჩამოაგდეს. მშობლები გაოცებულები ისმენდნენ ბავშვის ისტორიას და როდესაც კითხეს თუ ვინა აფეთქა მისი თვითმფრინავი ბავშვმა აუხსნა, რომ ამაში დამნაშავე იაპონელი მეომრები იყვნენ. მას ასევე კარგად ახსოვდა, გემს ნატომა ერქვა. მშობლებმა ისტორიის გარკვევა დაიწყეს. როდესაც ჯეიმს იმ გემზე მყოფი მფრინავების ფოტოები აჩვენეს, მან მაშინვე საკუთარი თავი ამოიცნო და გაიხსენა მეგობრებიცა და ოჯახის წევრები. ჯარისკაცი, სახელად ჯეიმსი, გვარად ჰიუსტონი, რეალური ადამიანი, რეალური ამბით, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაიღუპა. მისი თვითმფრინავი იაპონელებმა ჩამოაგდეს. ბავშვებს ახსოვთ, იმიტომ რომ აქ არის ახალი შემოსულები არიან იმ სამყაროდან და ჯერ კიდევ მეხსიერება, ასე ვთქვათ, თბილია, რომ ეთქვიან და ახსოვს ელემენტები, მაგრამ როგორც კი მას ესდება ტვინი და ცნობიერება იხსნება, ის ახშობს მის ენერგეტიკულ აი ამ შესაძლებლობებს, აი ამ მეხსიერებას წინაცხოვრობ და ის უკვე ნელ-ნელა იხშობა და ის უკვე ცხოვრობს ჩვეულებრივი რეალური ცხოვრებით. და ტვინი და ნერვული სისტემა საკმაოდ ფაქიზია. მაქედან გამომდინარე, მე რო ეხლა თქვენ გაჩვენოთ, რას აკეთებდეთ წინაცხოვრებაში და იყავით ინკვიზიტორი და მაგალითად თავებს აჭრიდით ადამიანებს, თქვენ შეიძლება მოხვდეთ ფსიქიატრიულში სეროზული დაავადებით და დიდხანს ვერ გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან. იყო მაგალითად ჯერ კომუნისტების დროს საქართველოში ჩატარებული ერთ-ერთი ექსპერიმენტი, როდესაც გურული გრეხი ჩამოიყვანეს სოფლიდან და ჰიპნოზი გაუკეთეს და აღმოჩნდა, რომ იგი ალაპარაკდა აბსოლუტურად უცხო ენაზე, რომელიც ვერან ვერ გაშიფრა ჩვენთან და მერე ჩამოიყვანეს სპეციალისტი მოსკოვიდან და მან გაარკვია, რომ ეს იყო აცტეკების ენა. 1926 წელს ინდოეთის ქალაქ დელიში გოგონა სახელად შანთი დევი დაიბადა. 4 წლამდე ის არ ლაპარაკობდა. პირველი რაც შანთიმ თქვა იყო ის, რომ მისი სახლი არა დელიში, არამედ მატურაში იყო და რომ ის იქ წინა ცხოვრებაში ცხოვრობდა. იხსენებდა მის ქმარს და თავის სიკვდილს. შანთის თქმით, ის წინა ცხოვრებაში მშობიარობას გადაყვა. გოგონას მიერ მოყოლილი ისტორია იმდენად დეტალური იყო, რომ ბიძამისმა გადაწყვიტა წასულიყო მატურაში და გაერკვია ისტორიის სინამდვილე. ქალაქში ჩასვლისას აღმოაჩინეს კაცი სახელად პანდატ კედარნათ ჯუბი. ადამიანი, რომლის ცოლიც მშობიარობას გადაყვა და ზუსტად იმ ადგილას ცხოვრობდა, რომელსაც შანთი იხსენებდა. გოგონას დაჟინებული თხოვნით ისინი შეახვედრეს ერთმანეთს. შეხვედრა მართლაც ჩთამბეჭდავი იყო. თავდაპირველად მას ჯუბი როგორც მისი ქმრის ძმა ისე გააცნეს, თუმცა გოგონა თავიდანვე მიხვდა, რომ ის მისი მეუღლე იყო. შანთი ყვებოდა ყველა დეტალს მისი ცხოვრებიდან. იხსენებდა ისეთ საუბრებსაც, რაც მხოლოდ მან და მისმა მეუღლემ იცოდნენ. მამაკაცი გაოგნებული ისმენდა ისტორიებს. ბოლოს კი თქვა, რომ მას დაზუსტებით სჯეროდა იმ ფაქტის, რომ შანთი მისი ცოლის რეინკარნაცია იყო. ფსიქოთერაპიაში არის როდესაც რეგრესიული ჰიპნოზი. ჩვენ ხშირად არა, მაგრამ ხანდახან ვიყენებთ ხოლმე ექსპერიმენტის სახით. მე მყავდა რამდენიმე ექსტრასენსი, რომლებიც თვითონ თხოვდა ჩემი წინაცხოვრების გაგებას. ანუ გარკვეულ მომენტებში ჩვენ გადაგვყავს ეს პაციენტი გარკვეულ მდგომარეობაში, ანუ უკან ვაბრუნებთ მის ცხოვრებას და ძალიან ბევრ შემთხვევაში აღმოჩენილა მათი სქესი შეცვლილი ყოფილან რაღაც გარკვეული მიმართულება, მაგრამ ერთი რაც არის ყველაზე ისეთი ჩემთვის საჩოთი რო და მიუღებელი, რომ ყველა რაღაც დიდ პიროვნებას წარმოადგენდა. არავინ არ იყო მაგალითად ან მრეცხავი, ან მუშა, ან ისა, სულ ყველას რაღაც შინაგანი განდიდების მანია ჰქონდა და იყო რაღაც ძალიან დიდი ადამიანი. ამ ეთყობა თვითონ ადამიანებს აქ რაღაცა ის სურვილი რომ იყოს დიდი ადამიანი და ხდება ამ უკუგადასვლაში. ძალიან საინტერესო ალბათ ამოუწურავიცავენ და არ გვინდათ რომ პირდაპირ დიაგნოზი დაისვას, აი ასეა, ეს რაღაცა უნდა დარჩეს. ღვთისმსახურებელი, რომელსაც ვერ მივწდებით, იმიტომ რომ ინტერესი უნდა გქონდეს სულ განვითარების და განვითარების. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ზოგიერთ ადამიანს ახსოვს თავისი თავი წინა ცხოვრებაში, მაინც არ არის ერთიანი აზრი სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობაზე. მეცნიერება კი დღემდე აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას, ეცნობა უამრავ საინტერესო შემთხვევას და ცდილობს მეცნიერულ ექსპერიმენტებზე დაყრდნობით უფრო და უფრო ახლოს მივიდნენ იმ საიდუმლოებასთან, რასაც სულის უკვდავება ჰქვია.